და ნეგატივში შესვლით ეს არ არის განკურნების გზა, ხო, პირიქით, ჩვენ უნდა უსაფრთხო პოზიტიურ გარემოში გავიხსენოთ ის ნეგატივები და გავამყაროთ ჩვენში ეს პოზიტიური მხარე, რომელიც აგვეხმარება ამაში, რომ ეს გადავხარშოთ, არა ისე რომ თუ მეუღლესთან კონფლიქტები აქვს ადამიანს, ახლა ეს პერიოდი არ არის ესეთი, რომ აი შევიდე, მოდი გავარჩიოთ ახლა საქმე. კიდევ უფრო მძაფრად წავა ეს ყველაფერი და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის დაჯდეს ადამიანი და საკუთარ თავში გაარკვიოს, რა უნდა, როგორ უნდა, ცვლილებებთან რამდენად არის კონტაქტზე, იმიტომ რომ ორიელი ცვლილებებს მართავს, ლილიტია გიძენს შიშს ცვლილებების მაგალითად, ეს მარსი ლილიტის ზუსტი შეერთება არის. ძრავს არნახულს სისასტიკეს, არნახულს შურისძიებებს, იმიტომ რომ შურისძიებები ეს მორიელთან არის დაკავშირებული ზოგადად და აი ამოყრის ამ ყველაფერს და არ არის ახლა საქმის გარჩევის პერიოდი, ახლა არის უფრო აი მაქსიმალურად მარტო მშვიდად ყოფნა, ნაკლები გათქვეფა მაგალითად ბევრ ხალხთან, იმიტომ რომ მორიელი ენერგეტიკულ დაბინძურებებთან არის ზუსტად კავშირში, ზუსტად იმიტომ რომ კონფლუენციის ენერგიას აძლიერებს. ხისი ენერგიები ძალიან არის, აი ესე რომ ვთქვათ, გახსნილი არის ხისი ენერგიები, მზეც არის თან მორიელში ახლა და აი საკმაოდ ბევრი რამ ხდება, ხო, ამ ენერგიაში. აი ძალიან დიდ სურათში მე უფრო წმენდვას დავარქმევდი, ენერგეტიკულ წმენდვას, ან ენერგეტიკულ დაბინძურებას, ვისთან როგორ იმუშავებს ეს, ხო? და ესე ტრანზიტებს მე ფსიქოთერაპიული განხრით, ესე რომ ვთქვათ, ვიყენებ იმისთვის, რომ ამოვიღო ზედაპირზე ის, რაც თურმე იყო და მე არ ვიცოდი, ან სხვამ არ იცოდა. აი ეს კონფლუენციაში ველის მკურნალობის თემა, ესეც მორიელთან არის დაკავშირებული, ურთიერთმკურნალობა შეიძლება ძალიან მაღალ დონეზე იყოს, თუ კონსტრუქციულად გამოვიყენებთ. და კონსტრუქციული რას ვიშოს იცით, რომ მივდივარ იმ ადამიანებთან, ვისაც არ მაქვს არანაირი ნეგატივი, არანაირი წარსული, ნეგატიური და იქ ხდება ნამდვილი მკურნალობა, თორე თუ მივდივარ ვისთანაც რაღაცა წყენებია, ის იყო დარღვეული იყო საზღვრები, იქ კიდევ უფრო დაირღვევა და კიდევ უფრო ნეგატივი მოხდება, ხო? ამიტომ ეს პერიოდი არის მაქსიმალურად პოზიტიურ ადამიანებთან, ჩვენთვის პოზიტიურ ადამიანებთან, ვისაც არ აქვს ახლა რაღაც ისეთი ნეგატიური გამოცდილებები, მათთან ურთიერთობა და აქედან გამომდინარე ურთიერთთანადგომით თერაპიული შეხვედრა, ხო? აი თერაპიული ცით რა არის? ჩვენ რომ მეგობრებში ვზივართ და ვლაპარაკობთ ერთმანეთში და ვაზიარებთ, ესეც თერაპია არის გარკვეულწილად, ანუ ყველაფერი ჩემთვის პირადად თერაპიული პროცესი არის, როცა მე სადღაც მიჭირს რაღაც ვაზიარებ ადამიანთან და ის მას ესმის ჩემი და გვერდში მიდგას.